ვესწრებოდი ამას. ეს იყო დიდი ტრაგედია საქართველოსთვის. ვესწრებოდი, მაგრამ ვერაფრით ვერ ვშველოდი. და ეს არის ერთი მხრივ გმირობა დიდი. და მეორე მხრივ დიდი წუხარება საქართველოსთვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აი ამ გმირული მოქმედებით სხვა რესპუბლიკები გადავარჩინეთ ასეთი მოქმედებისაგან და მერცმანაცელს იარყოფოს იმათი სული და მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი თავისი ლოცვით ეხმარებიან საქართველოს. წლის 9 აპრილი იყო საქართველოსთვის ეროვნული გამოღვიძების დღე, როდესაც რეალურად დაიწყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა და ყველა ჩვენგანის მოვალეობაა, რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს. მოვიდეთ აქ, ერთის მხრივ პატივი მივაგოთ იმ ადამიანების ხსოვნას, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობას, მომავალი სახელმწიფოს მშენებლობას და მეორეს მხრივ ყველამ ერთად კიდევ ერთხელ გავიაზროთ ის ძალიან დიდი ისტორიული პასუხისგებლობა, რომელიც ყველას გვეკისრება. დაწყებული 99 წლის 9 აპრილიდან, დაწყებული იმ პირველი დღეებიდან საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის 22 წელი გავიდა ძალიან რთული წლები. ამ რთული წლების განმავლობაში იყო მსხვერპლი, იყო ბევრი გაჭირვება, მაგრამ საქართველოს წინ მიდის და მე ვფიქრობ, ყველა ჩვენგანმა, განსაკუთრებით პოლიტიკოსებმა, უნდა კარგად გავიაზროთ, რამხელა პასუხისგებლობა გვეკისრება იმისთვის, რომ საქართველოს აღარ დაბრუნდეს უკან, საქართველოს შედგეს და განვითარდეს როგორც სახელმწიფო და ეს არის ჩვენი მათ შორის მორალური პასუხისგებლობა იმ ადამიანთა სულების წინაშე, ვინც თავი შესწირა საქართველოს დამოუკიდებლობას 99 წლის 9 აპრილს. 9 აპრილი არის ერთის მხრივ ტრაგედიის დღე, მეორე მხრივ ეს არის დღე, სადაც ქართველმა ხალხმა პირველი სისხლი გაწერა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში და მე ვფიქრობ, რომ ეს ბრძოლა გრძელდება სამწუხაროდ იგივე ძალები დღეს იგივე პოლიტიკას ახორციელებენ ოკუპირებულ რეგიონში, მაგრამ როცა საქართველოს იქნება ერთიანი, აუცილებლად როცა იქნება ჩვენი ყველა ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში და მთლიან საქართველოს მოსახლეობა იქნება ერთსულოვანი ამ ტირანის წინააღმდეგ ბრძოლაში, აუცილებლად გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა და აუცილებლად მოხდება დეოკუპაცია ჩვენი ძირძველი ტერიტორიების და საქართველოს აუცილებლად განხილვადება.